ცხრიანი შესაძლო არ ვიანად იქცეს. სამი თვის წინ შექმნილ ოპოზიციურ ალიანსში შიდა მწვავე დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. ურთიერთთავდასხმების შემდეგ ახლა მთავარი კითხვა ნაციონალური მოძრაობა თავად დატოვებს ერთობის რიგებს თუ დაატოვებინებენ. ალიანსის წევრი პარტიები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მწვავე კრიტიკის სამიზნეებად იქცნენ, ადასტურებენ, რომ ბოლო პერიოდში ნაციონალური მოძრაობა ალიანსის მუშაობის პროცესში ჩართული არ არის და მხოლოდ 26 მაისის აქციაზე გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის სამოქმედო გეგმით უკმაყოფილო ყოფილ პრეზიდენტს და მის პარტიას შეთანხმების დარღვევის არგუმენტით კარისკენ რამდენჯერმე მიუთითეს, ნაციონალური მოძრაობა ალიანსიდან გასვლას არ ჩქარობს, თუმცა ყველა განცხადებაში საკუთარი უპირატესობის ხაზგასმას ცდილობს. ალიანსის საერთო ბრძოლის სულისკვეთება არ იკითხება მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ წერილშიც, რომელიც მომავალ არჩევნებში გამარჯვების დროს მხოლოდ საკუთარ პარტიას ახსენებს და გუნდში რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს. პარტიას შესაძლოა მალე ნანუკა ჟორჟოლიანი შეუერთდეს. 2020 წლის მიწურულს, როცა ამერიკის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი საქართველოს ტოვებდა, დაიბარა ეს ყველაფერი უკვე ბევრჯერ ნანახ ფილმს გავსო. ამბავზე, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია არც მაშინ აღიარებდა არჩევნების შედეგებს, არც მაშინ შედიოდა პარლამენტში და იმ დროსაც დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაზე საუბრობდა. თუმცა მას შემდეგ გავიდა 6 წელიწადი. აღარც ის სახელმწიფო მდივანია მსოფლიო პოლიტიკაში და თავად მსოფლიოც შეიცვალა. მაგრამ საქართველოში იგივე მოქმედი პერსონაჟებით იგივე პოლიტიკური სერიალი გრძელდება. წინა სეზონში თითქოს შერიგებული მთავარი ოპოზიციური გმირები ერთმანეთს ისევ შორდებიან. გასული 2 კვირის განმავლობაში ცენტრალური სცენა მიხეილ სააკაშვილის და ნიკა მელიას ეპისტოლარული დუელის გარშემო ვითარდებოდა. თუმცა ახალი პოლიტიკური კვირის სტარტთან ერთად ინტრიგა გაფართოვდა. დისკუსიამაც იმატა და უფრო აქტუალურიც გახდა შეკითხვა, ისევ ოპოზიციური ალიანსის წევრია თუ არა ყოფილი პრეზიდენტის პარტია. ჩვენ არ ვაპირებთ და არ გავდივართ ამ ალიანსიდან ამ ეტაპზე. უხერხული სიმართლე არის, რომ ნაცები არ არიან ალიანსში. და აქ პოლიტიკური ამოცანა გვეკითხება. ვინ გააგებინებს საზოგადოებას ბოლოს და ბოლოს ნაციონალური მოძრაობა აქ არის თუ იქ? ანუ ალიანსშია თუ მარტო? მით უმეტეს, როცა ორივე მხარე კი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე, მაგრამ იქვე ისმის გილაური რატო იყო ოქროს გასაღები? გასაღებია თუ ბურატინო, აი რო გავიგოთ. ყველა გადამწყვეტ ბრძოლაში სადღაც ყოველთვის ბიზნეს აქვს რაღაცა გეგმა B. ნაციონალური მოძრაობა არ ეუბნებოდა გილაურს, რომ 4-იანი რადგინდა ეგენ 5%-ზე რა იღებენ, ჩვენთან ერთად იყავით. ხელოვნურად შექმნილი გაერთიანებები, რომელიც პირველივე ბრძოლაზე შეიძლება დაიმსხნენ და შუშის ფეხებზე იდგნენ, ამ ბრძოლას ხელს არ უწყობს. აი ფურთხების და რა ქვია ბირჟაზე მჯდომის სემიჩკის მჭამელი პოლიტიკოსის რანგს ვერ გაცდა ვერანაირად აი ესეთი ხალხი. მზესუმზირას ტელეეკრანებთან ალბათ ახლა მაყურებელი უფრო მირთმევს, რომელიც ჯერაც ვერ გარკვეულა ამ მწვავე კონფლიქტში, სადმე დარჩა თუ არა ერთობის რესურსი. მით უმეტეს მაშინ, როცა ერთ პოლიტიკურ ოჯახში დაბადებულები, ერთი პოლიტიკური მემკვიდრეობის, ახლა სხვადასხვა პარტიებად დაშლილი ყოფილი ხელისუფლების წევრები, მომავალზე კი არა, წარსულზე ჩხუბობენ და ჯერ იმას არკვევენ, ვინ ვის გამო წააგო 2024 წლის არჩევნები. 2024 წლის არჩევნებზე არავის არ უმუშავია, ქართული ოცნებისთვის ხმები წაერთმია. ყველა იმაზე იმუშავა, რომ ნაციონალური მოძრაობა გაიძიძგნათ ბოლომდე და ბოლოს გაიცინა ბიძინა ივანიშვილმა. სამცხარო ნაციონალური მოძრაობა შეუერთდა ტერმინოლოგიითაც, როგორც არის მაგალითად ქათამი, ნიკუტა და ასე შემდეგ ქართულ ოცნებას, აი თუ მიშა მარიცის აქედანაც მოისმინოს, მოურჩეს ნაციონალური მოძრაობა საკუთარი თავისგან მსხვერპლის ძერწვას. თოლქმან შორდება ერთმანეთს და თანაპარტიელებს მან ერთმანეთს ვეღარ გაუგონდა დაშორდნენ, ეს რაღაცა ქალების, ეს ნანულები და ვიღაც წითელი ძეები, ჩემი სახლიდან სტენკა რატო წაიღე, აი რაღაცა საბანძეთი, მაგრამ უბრალოდ ისე კარს ეს ყველაფერი შეუძლებელია რომ ძალიან მალე არ ჩაირეცხოს. ჩარეცხვით, თუ გადარეცხვით ალიანსის ლოგო და ნაციონალური მოძრაობის სიმბოლიკა ჯერ არ გადარეცხილა, თუმცა ისიც ითქვა, რომ მალე ამოიშლება. თუ ალიანსის დანარჩენ დამფუძნებელ წევრებს დაუჯერებთ, ნაციონალურმა მოძრაობამ თავი თვითონ გაირიცხა, როცა ხელში მთავარ კი არა, ერთადერთ კოზირად მიხეილ სააკაშვილი დაიტოვა. თავისთავად კოზირი კი კრიტიკით მოწინააღმდეგის კი არა, ალიანსის კარტებს ჭრიდა. მიშამ შენზე ის თქვა. რას ეწოდი? საერთოდ არაფერი არ მინდა უპასუხო მიშას. კიდია მიშა. ბოლო 2 თვეა ნაცები არც ერთ შეხვედრაზე არ ყოფილან. ერთადერთი სადაც მოვიდნენ არის 26-ში. აქციას რომ ამზადებდით, იქ სიტყვით გამოსვლას იხვეწებოდნენ. თან არ გავაგდეთ რა, ეგ საწოდავები, იმიტომ რომ ეგენს გვეწოდებიან. ხო, კიდე უჩემოთ არაფერი არ უფრო სწრაფად გამოგვივა მიშა. გაცილებით სწრაფად და ამდენი ხანიც გამოგვივიდო და შენ რომ აოხრებელი გზირი არ ყოფილიყავი.
არადა გზირად შერაცხული ლიდერი 26 მაისის საპროტესტო მსვლელობას პლაკატურად მოუძღოდა წინ და თუ აქციაზე რამე ჭარბად იყო, მათ შორის უდაოდ ნაცნობის სახის გამოსახულება პარტიის წევრთა ხელებში. იმ პარტიის, სადაც ახლა ამბობენ, რომ შეხვედრებზე დადიოდნენ. მეტროებთან ფლაიერებსაც არიგებდნენ და ისე მუშაობდნენ, როგორც შეეძლოთ. მაგალითად ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა შეხვედრებში 26 მაისამდე გამართულ შეხვედრებში წინა დღეს ფიზიკურად მე ვიყავი მაგალითად შეხვედრაზე იმის წინაც ვიყვნენ ჩემი მეგობრები და პარტნიორები და პარტიის წევრები მუდმივად ამ შეხვედრებზე ვიყავით მათ შორის ვარიგებდით ერთად ბუკლეტებს არ ვიცი ეს არის ფაქტები ფაქტები ბოლო 2 თვის განმავლობაში სხვადასხვა რამეზე ყვებიან. მაგალითად, შეკრებებზე მუდმივად ისმოდა შეკითხვა, სად იყო ნაციონალური მოძრაობა და ისმოდა მუდმივი პასუხი, რომ ალიანსში ყველაფერი იყო შესანიშნავად. თუმცა ამავე ფაქტებზე დაყრდნობით 26 მაისის აქციამდეც მკაფიოდ ჩანდა იმის კონტურები, რომ ერთი პოლიტიკური ბუდიდან სხვადასხვა პარტიებად დაფრთიანებული ნაციონალური მოძრაობის შვილები ისევ ერთ ბუდეში ვეღარ დაედაოდნენ. მე ამის ვთქვი, რომ ისემ სუკნიათ დაუჭამიათ ერთმანეთს და აი დაიწყეს კიდევაც. ჩვენ როგორც სისფერმთებს აესო უნდა უყუროთ ამ კომედიას. ეს ცირკი ხო იმაზეც მეტყველებს, რა ხალხი ზის ბრიუსელში და რა ხალხი ზის ზოგიერთ დედაქალაქში, რომ ამაცე დებს ფსონს. მე უბრალოდ ერთი წამით მინდა წარმოედგინოთ ბატონი ჰერჩინსკის იმედები რომ გამართლებულიყო და ამათ რომ მოიგოთ არჩევნები. და ამათი მთავრობა რო ყოფილიყო ახლა ხელისუფლებაში, ამ პოლიტიკური ძალების რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. მადლობა ღმერთს რომ ბატონი ჰერჩინსკის სურვილი არ ახდა, ქართულმა ხალხმა არ დაუჯერა ევროკავშირის ელჩს და საქართველოს არ ყავს დღეს ასეთი მთავრობა, თუმცა ძალისხმევა ძალიან დიდი იყო. ძალისხმევა თანაც დიდი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც, როცა ახალ ოპოზიციურ ალიანსზე გაცილებით დიდი ალიანსი, მაგალითად სალომე ზურაბიშვილის საავტორო ქარტიის გარშემო შედგა. მაშინ ერთი შეხედვით დიდი და მონოლითური ერთობა ამორჩეველს მთავარ დაპირებად კოალიციურ მმართველობას თავაზობდა. და როცა თუნდაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ბევრჯერ შეკრული და მაინც დამსხვრეული ერთობის ცხოვრებიდან ალაგ-ალაგ ძირითადი მომენტების ქრონოლოგია მხოლოდ ერთმანეთის საჯარო კრიტიკის ხაზზე გადის, ჩნდება შეკითხვა. გამარჯვების შემთხვევაში ამ მყიფე ერთობას ქვეყანა როგორ უნდა ემართა, როცა დღეს პატარა ალიანსში ვერ ეტევიან და მაშინ წინასაარჩევნოდ მაინც ვერ დაეტივნენ მით უმეტეს უფრო დიდში. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეხლა ერთიანი სია ყოფილიყო და ეს მომხდარიყო, ინგა კოლაფსის არჩევნო ვერ მივიდოდა მთავარი ოპოზიციური გაერთიანებული სუბიექტი არჩევნებამდე ვერ მიაღწევდა. გამოდგება თუ არა ნიკა გვარამიას ეს პოზიცია მთავარ შეკითხვაზე პასუხად იმათთვის, ვისაც დღეს ოპოზიციის კოალიციური მმართველობის იდეის სჯერა ყველა თავად გადაწყვეტს. მით უმეტეს, როცა ცოტა ხნის წინ შექმნილმა ალიანსმა თავდაპირველი სახით სიცოცხლე 3 თვეში დაასრულა. ზოგადად ბოლო 10 წელიწადში 3 თვე ოპოზიციური ერთობის ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობაა. თუ 2019 წლის გამონაკლის სარჩავთვლით, როცა შალვა ნათელაშვილის ოფისში ჭრელი ერთობის კრებამ ლამის 1 წელიწადს გაძლო. ალბათ ამ გამოცდილებას ეფუძნებოდა ლეიბორისტების ლიდერი, როცა თავის დროზე ბევრი შექმნილი და დაშლილი ერთობის ფონზე ყველას ისევ თავისთან ებადიჟებოდა. ფანჩატური მზადა უკან მიიღოს ძენი და ასული შეცდენილი.